მოგესალმებით ღვთისმშობლებო, დასაწყისშივე მინდა გავუსვა ხაზი ერთ დეტალს, ვისაც გონიათ, რომ იესო მარხულობდა 40 დღე და ღამე უდაბნოში, რათა განწმენდილიყო. თქვენ ხო ამიტომ მარხულობთ ხოლმე, რომ განეწმინდოთ. იესო ცოდვილი იყო თუ უცოდელი? არასრულყოფილი იყო თუ სრულყოფილი? იესოს სჭირდებოდა განწმენდა. მოდით განვიხილოთ ეგრეთ წოდებული დიდ მარხვა, რომელიც აღებული აქვთ იესოს ცხოვრებიდან, კონკრეტულად კი, როდესაც იესო გავიდა 40 დღე ღამით უდაბნოში, სადაც მას თან არ ჰქონია საჭმელი. მოდით გავარკვიოთ, იესო მარხულობდა თუ არა აი ამ 40 დღის განმავლობაში და ვნახოთ სინამდვილეში რითი იყო ის დაკავებული. გაითვალისწინეთ, რომ მართლმადიდებლური სამყარო დიდ მარხვას 40 დღიან აი ამ პერიოდს აღდგომის წინა პერიოდში მიმართავს. რას ვიგებთ ჩვენ სინამდვილეში ბიბლიიდან? ახალი აღთქმას თუ ნახავ, რიგით მესამე სახარებას, ეს არის ლუკას სახარება, მეოთხე თავის 1-დან 4-ის ჩათვლით მონაკვეთს დავურთავ და მონაკვეთის წინას შეგიძლია თქვენ თვალი გადაავნოთ თქვენს ბიბლიაში, საიდანაც ვიგებთ სულ ცოტა 4 რამეს. იესომ 40 დღეღამე უდაბნოში დაჰყარა თავისი სიკვდილისა და აღდგომის წინა პერიოდში, როგორც ამას მართლმადიდებლობას სამოფარებული სრულმადიდებლები ასწავლიან. და როცა აღნიშნავენ აი ამ 40 დღიან მარხვას, არამედ როგორც კონტექსტიდან ჩანს, ეს ხდება მისი ნათლობის თანავე, როცა ის უნდა შესდგომოდა ღვთისადმი მსახურებას, რადგან ნათლობამდე ის არ ეწეოდა მსახურებას, არამედ სახლში შრომობდა დურგლის ხელობით, რომელიც მამობილისაგან, იოსებისაგან აითვისა და ეხმარებოდა თავის დედას თავისი პატარა და-ძმების გამოკვებაში ფინანსურად, სანამ ისინი, რა თქმა უნდა, მოიზრდებოდნენ. თანაც მივაქციოთ ყურადღება, იესო მიყვებოდა წმინდა წერილებში მოცემული იმ წინასწარმეტყველების გრაფიკს, აი დავურთავ აგერთან დანიელის წინასწარმეტყველებიდან მე-9 თავის 25-დან 27-ის ჩათვლით მუხლებშია ეს აზრი მოცემული, ეს წინასწარმეტყველება იესოზე, რომელიც მასზედ იყო დაწერილი და დროის რა პერიოდში უნდა შემდგარიყო, დაეწყო მსახურება, მან იყო წინასწარმეტყველება. ამიტომ იესო, როდესაც მოინათლა, ვიდრე შეუდგებოდა მსახურებას, მიდის ის უდაბნოში განმარტოვდება იმ მიზნით, რომ მას უნდა შეედგინა გეგმა მსახურებისა, თუ როდის, რა ვადებში, რომელი ტერიტორიები უნდა მოევლო, ის ამას ექსპრონტად არ აკეთებდა, მას უნდა გაეხსენებინა ყველა ის წინასწარმეტყველება დეტალურად, რომელიც მასზე უნდა შესრულებულიყო როგორც მესიაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მისთვის გონებაში უნდა აღედგინა, როგორი იყო მამის ნება იმ საკითხებზე, რომელიც მან უკვე გაიარა ზეცაში, ეგრეთ წოდებული ტრენინგების სახით და მიიღო მამისაგან დავალება. აგერ დავურთავ თან მისი ნათქვამია ეს იოანეს სახარების მე-2 თავის 26-დან 29, თუ რა როგორ უნდა ეთქვა და ესწავლებინა, ამას ხომ გახსენება ჭირდება აი ამ ყველაფერს, რომ გაიხსენო რა დაგავალა მამამ, ხო? და აგერ ჩანს 26 მუხლის და 28 მუხლის ბოლოში, რომ იესო ადამიანებს ასწავლიდა იმას, რაც მამასთან ჰქონდა ნასწავლი, მამისაგან ჰქონდა ნასწავლი. აქედან ჩანს ისიც, რომ იესო არაა უზენაესი ღმერთი, არამედ ის იყო ძე ღმერთისა, მამისაგან შობილი, მამის მიერ შექმნილი და მას სჭირდებოდა სწავლა მამისაგან. მამა კი ყოვლის მცოდნეა და არაფრის სწავლა არ სჭირდება. ამიტომ იესომ აი ამ გაგებით იყო სწორედ, რომ განმარტოვებული უდაბნოში 40 დღეღამის განმავლობაში, რათა აღედგინა ის საკითხები, რაც მას მიწაზე მოსვლამდე ასწავლა მამამ და რა მითითებებიც მიიღო მან მამისაგან, თუ რა და როგორ უნდა ესწავლებინა ჩვენთვის ადამიანებისთვის ეს ყოველივე. და თუ ეხლა აი ამ იოანეს სახარებას ნახავთ თქვენ, ხო, აქ იკითხება ბევრგან ეს აზრები, რომ იესო ყოველთვის ხაზს უსვავდა იმას, რომ რაც მამისგან ვისწავლე, იმას გადმოგცემთო თქვენცო. და ნახავთ, რომ იესო მიყვებოდა სწორედ აი ამ გეგმას, აი ამ მამის მიერ მიცემულ მითითებებს. იესო არ იყო უდაბნოში გასული იმისით, რომ აი ეს 40 დღეღამე საჭმელი არ ეჭამა. მსგავსად ხდება თუ აკვირდებით ნებისმიერი ადამიანის თავს, რომლებსაც სერიოზული საკითხები აქვთ ხოლმე გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი ფიქრისთვის და გეგმის შედგენისათვის განმარტოვდებიან ხოლმე და შეიძლება საჭმელიც კი არ გაახსენდეს ადამიანს ასეთ დროს, ხო, ელემენტარული. თუმცა ეშმაკმა გადაწყვიტა ესარგებლა იესოს შიმშილით და მოუწყო გამოცდა მშიერ კუჭზე. ეს იკითხება უკვე აქვე, თუ აკვირდებით, აგერ მეორე მხარეს შევეხოთ ახლა, რომელიც აი ამ მონაკვეთიდან ვიგებთ, ეს არის თავად საკვებთან დაკავშირებით. აქვე მინდა ასეთი რიტორიკული კითხვითაც მოგმართოთ. თქვენ როგორ იქცევით ხოლმე, როცა არ აქშიათ?
მაინც ჭამთ ხოლმე საჭმელს. დააკვირდით აქ მეორე მუხლის ბოლოს, აქ ნათქვამია, რომ იესოს აი ამ 40 დღე-ღამის განმავლობაში არ შიოდა და ამ 40 დღე-ღამის გასვლის შემდეგ მოშივდაო. ხედავთ? შესაბამისად, როცა მოშივდა, წამოვიდა კიდეც იმ ადგილიდან საჭმელად, თუმცა გზად საკვებთან დაკავშირებით ეშმაკმა მოუწყო ის გამოცდა, რომელიც მოუწყო და რაც იკითხება აქ. რატომ არ ეშიებოდა იესოს 40 დღე-ღამის განმავლობაში? მაშინ, როდესაც ადამიანები დღეში რამდენჯერმე ჭამთ საკვებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი ჩვენგან განსხვავებით სრულყოფილი იყო. მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი, მისი გონება იმ პერიოდში დაკავებული იყო უფრო სერიოზული საკითხებით, რომელიც მისი ღვთისადმი მსახურებას ეხებოდა და მას უნდა შეეცვალა მთელი მსოფლიო, ადამიანების მომავალი. და ეს არ იყო უბრალო გეგმის შედეგი, არამედ მთლიანად მისი და ჩვენი ზეციერი მამის ნებაზე იყო დამოკიდებული იესოს ეს მისია. ამიტომაც ამაზე ფიქრში იესომ ამ 40 დღე-ღამის განმავლობაში ჭამა საერთოდ არ ახსენდებოდა და ამიტომაც აქ ეს აზრი გამოკვეთილი მეორე მუხლის ბოლოში, რომ 40 დღე-ღამის გასვლის შემდეგ მოშივდაო. მანამდე არ შიოდა, ხო? ზუსტად ეს იკვეთება აქ. შიმშილზე ფიქრისათვისაც კი არ ეცალა, იმდენად იყო კონცენტრირებული ზეციერი მამის ნების შესრულებაზე, იმაზე, რაც მისი მისია იყო, რისთვისაც დაიბადა და რისთვისაც მოვიდა ამ ქვეყნად. მესამე მხარე, რომელიც ნათლად ჩანს აი ამ მონაკვეთიდან და რაც ასევე არანაირ კავშირში არა ეგრეთ წოდებულ დიდ მარხვასთან. აქ გარკვევით იკითხება მეორე მუხლში, მას საერთოდ არაფერი უჭამიაო. და არა ის, რომ მაგალითად ცხოველური საკვებს ერიდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ მწვანე ნეულს იღებდა, ან სამარხო ხინკალს ჭამდა, ხო? არაფრის ჭამაში არაფრის ჭამა იგულისხმება. და თუ ვინმე ამტკიცებთ, რომ დიდ მარხვის დროს იესოს ბაძავთ, მაშინ არაფერიც არ უნდა ჭამოთ. როგორც აქ იესო მოიქცა, ხო? რატო ვამბობ თვალთმა გწობთ თქო? ხო? როცა აი ამას აკეთებთ, იმიტომ რომ სამარხო ეტიკეტიან საჭმელებს ეძებთ ამ დროს. თქვენი გონება მაინც ჭამაზე ფიქრობს აი ამ დროს. როცა რომ ჩვენ ნახეთ იესოს სხვა საფიქრალი ქონდა. თანაც ერთმანეთის ჭამაში ხართ. აგერ ნახეთ სოციალურ ქსელებში აი ამ დიდ მარხვის დროს რა მოწოდებებს აკეთებენ ხოლმე თქვენი სასულიერო ლიდერები, ეგრეთ წოდებული მამაოები თუ მეუფეები. მოუწოდებენ რისკენ, არა ქრისტეს გზისაკენ, რომელიც არის შემწყნარებლული სიყვარულის, მიმტევებლობის, არამედ კაენის გზისკენ, ძმათა ძალადობისკენ, ძმების დარბევისკენ, მოყვასის სიძულვილისკენ, სუპირისპირო მიდის და მე ამტკიცებენ, რომ ქრისტიანები ვართ, ხო, როცა თავიანთი ქმედებით, აი ამ მოწოდებებით, აგერ გალატელების 5:14-15-ს დავურთავ გარკვევით ჩანს, ხო, ამ მოწოდებაში, რომ მოყვასის სიყვარულს აავლენენ, ამის საპირისპიროდ კაენის გზისკენ მოუწოდებენ, ძმებზე ძალადობისკენ. და ეს ბევრჯერ გაიჟღერა უკვე ჩვენს ქვეყანაში ისტორიას რო გადახედოს, ასეთი სიძულვილი ტყვებავდა ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური ეკლესია თავის მრევლს, თავისი ძმების წინააღმდეგ. იმის გამო, რომ მათ ქონებას არ შეექმნას საფრთხე სინამდვილეში. აი ეს არის მათი მთავარი მოტივი, ფული, სიმდიდრე და ჩვეულებრივი ფეოდალები არიან. და ამიტომაც არის ზუსტად მათ რო იესოს დროში ეცხოვრათ, ჩვეულებრივ მიიღებდნენ იესოს მოკლაში მონაწილეობას ასეთი პირები, ვინც დღეს ქრისტეს სახელს არიან ამოფარებული. ამიტომ თქვენი ეს დიდ მარხვა სინამდვილეში უფლისათვის მიუღებელია და მოყვასი არ გიყვართ, აგერ გამხილებთ ეს მონაკვეთი ერთმანეთის ჭამაში ხართ. და ეს 40 დღიანი მარხვა ჩვეულებრივი თვალთმაქცობა, არა ბიბლიურია. და თუ რა არის სინამდვილეში ბიბლიური მარხვა, ამისათვის შემოდი, შემდეგ აი ვიდეო რგოლს ავტვირთავ და გამოიწერე ჩემი გვერდი, რომ არ გამოგჩეს ეს შემდეგი ვიდეო რგოლი, სადაც მოვიყვან ბიბლიიდან იმ არგუმენტებს თუ რა ითვლებოდა ბიბლიურ დროში უფლისთვის მისაღებ მარხვად. მოდი შევეხოთ ახლა მეოთხე მხარეს. მეოთხე მხარე ის არის, რომ არც თავად იესოს და არც იესოს შემდგომ მის მიერ განსწავლულ მოციქულებს, სამოციქულო ეკლესიას არ დაუწესებიათ კონკრეტული დღეები მარხვისათვის, თუ როდის, რომელი კალენდარული დღეს უნდა იმარხულოს ადამიანმა და კონკრეტულად რომელი საკვების ჭამისაგან უნდა შეიკავოს თავი. მსგავსი მოწოდება ბიბლიაში, ახალ აღთქმაში არსად არ იკითხება. თუ ვინმე შეხვდით მსგავს მონაკვეთს, აგერ ვიდეო და დაუკომენტარეთ ქვეშ ის მითითებული მონაკვეთი, სადაც მოციქულები მოუწოდებენ ვინმეს, რომ კონკრეტულ კალენდარულ დღეებში, კონკრეტული საკვებისაგან თავი შეიკავონ. სამაგიეროდ,
სამაგიეროდ, მე დავვრთავაგერ რას წერენ მოციქულები თუ ვინმე აწესებს აი ამ კონკრეტულ კალენდარულ დღეებსო, მარხვისათვისო და აი ამ დღეებში კრძალავენო კონკრეტული საკვების მიღებას ან ქორწინებას, ეს მოდისო არა იესოსაგანო, არამედ სატანე ეშმაკისაგან და მისი დემონებისაგანო. აგერ ეს მონაკვეთი ადვილად შეგიძლიათ ნახოთ ახალ აღთქმაში ტიმოთეს 2 წერილია, ნახეთ პირველი წერილი, მეოთხე თავი და პირველიდან 5-ის ჩათვლით მუხლები. დააკვირდით პირველი მეორე მუხლებიდან ვიგებთ, რომ განდგომილები, რომლებიც განუდგებოდნენ სამოციქულო ეკლესიას და რომლებიც გაყვებოდნენ არაქრისტიანობას და არა იესოს სწავლებებს, არამედ დემონების სწავლებას, მათ თუ სურს და ეს მოხდა მეოთხე საუკუნეში განდგომილებმა, რომ ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საერთოდ აცდენაშია სამოციქულო ეკლესიასთან, რადგან აგერ სამოციქულო ეკლესიის ჩანაწერებს კითხულობთ ახლა, რას მოიმოქმედებენო ასეთებიო, რა იკითხება, თქვენ როგორ კითხულობთ? ეს უკვე ჩანს აგერ მესამე მუხლიდან. დაადგენდნენო დოგმებს, როგორც ქორწინების საკითხებში, ისე საკვებთან მიმართებით და შემოიღებდნენო გარკვეულ აკრძალვებს კონკრეტული კალენდარულ დღეებში და კონკრეტულ საკვებთან მიმართებითო. გასაგებით იკითხება, ხო? ემას გააკეთებენო განდგომილები, დემონური სწავლებას აყოლილები. ხომ არ გეცნობათ თუ რომელი ეკლესიები განოდგნენ ახლა აი ამ სამოციქულო ეკლესიას, თუ აი ამ მონაკვეთს შეადარებთ, ხო? გაატარებთ აი ამ ფილტრში. აშკარად გამოიკვეთებიან ისინი თუ სიამბილეში ვინ მიყვება სამოციქულო ეკლესიას და ვინ პირიქით, რადგან აგერ გვიხსნის სამოციქულო ეკლესია მესამე მუხლის ბოლოში, მეხუთე მუხლებში რას ვიგებთ, რას გვეუბნებიან ისინი, რას ასწავლის სამოციქულო ეკლესია, თქვენ როგორ კითხულობთ. ნებისმიერი საჭმელი რაც გაქვს სახში, ნებისმიერ დროს შეგიძლია ჭამა, ოღონდ მთავარს უსვავენ ისინი ხას. არ დაგავიწყდეთ საჭმლის ჭამის წინ სამადლობელი ლოცვა, რომ გააქვთ ის საკვები, რაც გააქვთო სახში. აღავლინეო სამადლობელი ლოცვაო და ეს გაწმენცო ნებისმიერ საკვებსო და არ შეიბილწები, არ დაგაჯერონ, რომ მარხვის დროს თუ ჭამ შეიბილწე. აგერ გეუნება სამოციქულო ეკლესია, არ შეიბილწები, განწმენდილად ითვლები ამ დროს ღმერთის თვალში, რადგან შენ მადლიერება გამოხატე იმ საკვებისათვის, რაც მოგცა იმ დღისით და შენ დამოიცის ღმერთმა, ასე ხარ შექმნილი თავად ღმერთის მიერ, ფიზიკურ საკვებზე ხარ დამოკიდებული. და რაც შეეხება აი ამ გართულებებს, რომლებიც მოყვება ხოლმე, აი ამ მარხვის პერიოდში ეს მეტპერსონალმა კარგად იცის, რამდენი ადამიანი ავადდება ხოლმე აი ამ 40 დღიანი მარხვებისა და მსგავსი რაღაც ესეთ პერიოდების დროს. ყურად იღეთ ექიმების რეკომენდაციები, ენდოკრინოლოგების რეკომენდაციები, ვინც ჯანსაღ საკვებს გირჩევენ. ხო, კი ბატონო, ის ცხიმი და ზედმეტი რაღაცა მავნებელია, ჯანსაღი კვება აუცილებელი ნებისმიერ დროს, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება და რაც შეეხება ახლა პირადულ მარხვას, თუ რას ნიშნავს ეს, იმიტომ რომ ღმერთი არავის არ აძალებს დღეს და არც არავისგან არ ითხოვს და პირიქით არც უკრძალავს, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რას გულისხმობს აი ეს ბიბლიური მარხვა, რასაც ბიბლიურ დროში მიმართავდნენ ხოლმე, სწორედ ამაზე მექნება მე საუბარი შემდეგ ვიდეო რგოლებში, როგორც გითხარით და გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დაელოდეთ მომდევნო ვიდეო რგოლს. ასევე რაც შეეხება ლოცვასთან დაკავშირებით, რაც აქ ჩვენ მეხუთე მუხლშიც ნახეთ, ხო? სამადლობელი ლოცვა რაც არის აი ამ საზრდოს მიღებამდე, რაც უნდა წარმოვთქვათ, მე ამაზე განვიხილე გასული ვიდეო რგოლებშია ეს მოცემული 50, 51, 52, 53, 54, აი ეს ვიდეოები შემოდი და მოისმინე. სწორედ ლოცვის საკითხებს ეხება. თუ არ მოგისმენი აქამდე, რომ იცოდე როგორ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არის ლოცვები, რომლებსაც ღმერთი არ ისმენს. მით უმეტეს ლოცვები, რომლებიც სხვა პიროვნებების მიმართ არის წარმოთქმული, არ იქნება შესმენილი, ხო? იმიტომ რომ ერთადერთი ლოცვების მომსმენი ზეციერი მამა. ამას გვასწავლიდა იესო. ამას უსვავდა ხას თუნდაც მამაო ჩვენოს ლოცვა რო ნახოთ, მე ეს განხილული მაქვს 50, 51 რიგით ვიდეო რგოლებში, ეს რიგითი ნომრები ფრჩხილებშია მოცემული და ნახავთ იქ იესომ გვასწავლა მიგვემართა ზეციერი მამისათვის და ბოლოშიც იესომ დიდება სწორედ ზეციერ მამას მიაგო იმ ყოველივესთვის და ჩვენ ასე გვასწავლა ეს ნიმუში ამისთვის არსებობს წმინდა წერილებში მოცემული. ისე რომ
ჩვენ უნდა მივყვეთ 60 ქულო ეკლესიას, პირველ საუკუნოვან ეკლესიას, მათ ჩანაწერებს, რომლებიც არსებობს წერილობითი სახით ბიბლიაში შემონახული და არა მეოთხე საუკუნეში ან შემდგომ მოგვიანებით ჩამოყალიბებულ რომელიმე სხვა ესეთ რელიგიებს